საპოდაჟის მცდელობისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ დატოვა საგამოძიებო უწყება ბიძინა გიორგობიანმა. გამოკითხვაზე ამ დრომდე რჩება ნანა კაკაბაძე. ბიძინა გიორგობიანის განცხადებით პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია და მტკიცებულებები. გამოძიება ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოკითხულების თქმით, მათ ხელთ აქვთ მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები, ასევე მათ მიერ არასაჯარო წყაროებიდან მოპოვებული განცხადებები, რომლებიც აღნიშნულ ბრალდებებს ამყარებს. გამოძიება ამ ეტაპზე ორი მუხლით არის დაწყებული. წარმოადგინებ მე ყველა მამტკიცებელი საბუთები, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ყველა მტკიცებულება არის თვითონ ოპოზიციური პარტიების, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თვითონ გაკეთებული განცხადებებიდან ამოკრებილი იმ განცხადებებიდან, რომელიც მათ მოქმედებებში აისახებოდა თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო კი არა, ანტისახელმწიფოებრივი აქციების მსვლელობისას.